გამარჯობა საქართველო. ქართული პლატფორმა და მიხეილ ჯიბუტი აგზელებს თქვენთვის მუშაობას. დღეს ჩვენთან სტუდიაში მოვიწვიეთ ბატონი მამუკა გიორგაძე, ცნობილი პოლიტიკოსი, დისიდენტი, მრავალგზის მოწვევის პარლამენტის წევრი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი. გამარჯობა ბატონო. დღეს ჩვენი საუბარი ეხება მაინც უახლოეს ისტორიას, საქართველოს უახლოეს პოლიტიკურ ისტორიას, რომელშიც თქვენ მონაწილეობდით და საუბარი გვაქვს იმ თემებზე, რომელშიც უშუალოდ მონაწილე ხართ, რომელიც გინახავთ, რომელზედაც ფიქრობთ და ასე შემდეგ. დიდი მადლობა მობრძანებისათვის. დიდი მადლობა თქვენ. ჩვენ წინა საუბრებში, ვისაც აინტერესებს საქართველოს უახლოესი პოლიტიკური ისტორია, შეიძლება ნახოს წინა ჩანაწერებში ბატონ მამუკა გიორგაძესთან ჩვენს YouTube არხზე. დღეს გვინდა ვისაუბროთ 9 აპრილის შემდგომ პერიოდში. 9 აპრილიდან გამსახურდიაზე მგვალი მაგიდის ხელისუფლებაში მოსვლამდე პერიოდში. 9 აპრილის შემდეგ საქართველოში პოლიტიკური ხელმძღვანელობა შეიცვალა. და ბატონი ბატიაშვილის ნაცვლად მოვიდა გუმბარიცი. ბატონი გუმბარიცი. თქვენ ძანეთ წინა შეხვედრებში, რომ თქვენ ამ პერიოდში ცენტრალურ კომიტეტის ხალხთან შეხვედრა არ გქონიათ. მაგრამ იქ იყო სხვა პირებიც, არც მათთან საერთოდ აპარატთან ასეთი კომუნიკაცია არ იყო თქვენს. რაიმე მნიშვნელოვანი კომუნიკაცია პოლიტიკურ თემაზე ასეთი არ იყო და ეხლა მოსება ხოლმე ყველა ოჯახში ნაცესავი მეგობარი ახლობელი რაღაცა კავშირები ასეთი იყო პოლიტიკურ თემაზე ეს კავშირები არის. და გუმბარიძის შემდეგ? არც გუმბარიძის შემდეგ თუ არ ჩავთვლით დაუშვათ იმ მანამდეც და შემდეგ იმ მომენტებს რომ აქციების დროს დაუშვათ რაღაც პოლიტიკურ სიტუაციაში შეიძლება რომელიღაც თანამდებობრივი პირი გამოჩენილიყო. რაიმე პოლიტიკურ თემაზე საქართველოს ხელისუფლება არ გველაპარაკებდა. მთელი უბედურება და ტრაგედია ჩვენ იმაშია რომ არც იცოდა რაზე ილაპარაკა. სამწუხაროდ კიდევ მეორე უნდა განვასხვაოთ პიროვნება და პიროვნების საქმე. აი პოლიტიკურ საკითხებზე რაღაც განყენებული წარმოდგენა ქონდა. თლიანად ეს ყველაფერი მინდობილი იყო ცენტრალურ ხელისუფლებაზე მოსკოვში. და ესენი აქ იყვნენ ამის აღმასრულებლები. და გამომდინარე იმ დღეს არის გაქვია ასეთი ტერმინი message box. აი ეს message box-ი შეთანხმებული პასუხები ან შეთანხმებული აზრი. აი სწორედ ძნობდი კიდევაც რა, რომ ეს მისი არ არის. მისი არ არის და იგივე საოჯახო წრეში ამას არ ამბობს. 9 აპრილის შემდეგ ჩვენ გვახსოვს ხმაურიანი საკავშირო ყრილობაზე დელეგატები, შემდეგ კომისიები, სობჩაკი, საქართველოს შექმნილი კომისია, ეროვნული მოძრაობის ხალხი მონაწილეობდით ამ კომისიების მუშაობაში? ფაქტობრივად არა. ეგ მინდა ხაზი გავუსვა იმ გარემოებას, რომ აი message box-ები ვახსენეს რა. და პირველი, ხო ყავს ახლობლები, ნაცესავი, მეგობრები, უმეტესი მათგანი, თუნდაც უმაღლესი პარტიული ფუნქციონერები. თვითონ ყვებოდნენ ანეკდოტებს ლენინზე. მათთვის არ იყო კომპარტია წარმმართველი. მათთვის არ იყო მარქსიზმ-ლენინიზმი ის იდეოლოგია, რომელსაც მიყვებოდნენ. უკვე ეს ყველაფერი რაღაც ის გახსნა, რა ქვია, აჯაფსამდალი აიზილა ერთმანეთში. და შესაბამისად პოლიტიკის ადგილი აღარ იყო, აქ იყო პირდაპირ აი ხელისუფლება, იქიდან მოდის ხელისუფლებისთვის ბრძოლა. ინსტრუქციული მართვა, ხელისუფლებისთვის ბრძოლა იყო. იყო თან მით უმეტეს 9 აპრილის შემდეგ ნაცვლად გამოჩნდა, რომ მოსკოვშიც ეს ბრძოლა მიდის. და იგივე ბატიაშვილის გადაყენებაზე გუმბარიძის დანიშვნა ამ ბრძოლის შემადგენელი ნაწილია. ისე როგორც თვითონ ჯუმბერ ბატიაშვილის დანიშვნა ცეგრას პირველ მდივნად. რომ შევარდნაძეს თავისი კანდიდატურა არ გააყენეს. და გარბაჩოვს როგორც სოფლის მეურნეობის ცეკვას დივანს
საკავშირო სამმართველობაში პირდაპირ კონტაქტზე მყოფი პატიაშვილი გამოარჩია სხვა დანარჩენებისაგან. ანუ ეს საბჭოთა მართვის სტილი, რომელიც ერთმანეთს აპირისპირებს ადამიანებს და ეს ინსტიტუტები ერთმანეთის წინააღმდეგ ბრძოლაში არიან ჩართულები. მის უმეტეს როცა აივია სიტუაცია და ასეთ გარდამტეხი მომენტია, რომ გარბაჩოვი ცვლის ძველ კადრებს. ამ კადრების ცვლილება დაიწყო ყველგან. ისეთი მონსტრები, როგორც იყო უკრაინის და ყაზახეთის პირველი მდივნები, შერბიცკი და კუნაევი, ნუ ახლა უმეტ საზოგადოების უმეტეს ნაწილს მიაჩნდათ, რომ ესენი შეუცვლელები არიან, თუ იქნებიან პირველ პირად თუ გადავლენ. შეცვალეს სხვები, ის დაპირისპირება, რომელიც არის მოსკოვის ცეკაში. როგორ აღმოჩნდა ლენინგრადში როგორ აღმოჩნდა გარბაჩოვის მხარეზე საგარეო საქმეთა მინისტრი გრომიკო და შემდეგ აი დღესაც ახლა ვებულობ ჩვენ რომ შვილები გაელაპარაკდნენ ბიზაშვილი ერთმანეთს და შეთანხმდნენ რომ ის გარბაჩოვს დაუჭერდა მხარს და გარბაჩოვი უზენაეს საბჭოს თავმჯდომარედ დანიშნავდა და ასე შემდეგ ეს ბრძოლა მიდის. ამ ბრძოლაში მონაწილეობს საქართველოს შიგნითაც. უკვე იგრძნობა რომ თუნდაც 9 აპრილის წინა დღეებში რომ ჯუმბერ პატიაშვილის მიმართ ნომენკლატურაში ძალიან ბევრი არათუ არყოფითაც არის გაწყობილი, არამედ ესე იგი საწინააღმდეგო მოქმედებებს ახორციელებს. იგრძნობა ის გარემოება რომ დარტყმის ქვეშ თავისივე კოლეგებიდან არის ჯუმბერ პატიაშვილი. ნუ წესით მას უნდა მიეღო ამაზე გარკვეული გადაწყვეტილებები და რეაგირება გაეკეთებინა, ხო ჩვენ ასე ჩახედული არ ვიყავით, უბრალოდ ეს იგრძნობა. ეს იგრძნობა და შემდეგ ეს ყველაფერი დადასტურდა კიდევაც რომ 9 აპრილის შემდეგ ეს მაქსიმალურად გამოიყენეს 9 აპრილამდე მისი სახელი რომ თავშად საზოგადოების წინაშე პასუხი ეგო მას და შემდეგ შეცვალეს ის და აქ კლანურ ბრძოლასთან ერთად იყო პოლიტიკური ხედვების ჭიდილი მოსკოვში. რა კუთხით განვითარდება საბჭოთა კავშირი? ის რომ საბჭოთა კავშირს მეტი აღარ შეუძლია ამ ფორმით, რაც თქმას ჰქონდა არსებობა, ეს დაადასტურა მოვლენებმა, რომელიც თითქმის ყველა რესპუბლიკაში განვითარდა. მათ შორის 9 აპრილი. ეს ხო როგორ ახლა ჩვენ შეგვიძლია დავიჯეროთ, რომ სამხედროებმა ცენტრალური კომიტეტის გარეშე მიიღეს გადაწყვეტილება და თუ სამხედროებმა ცენტრალური კომიტეტის გარეშე მიიღეს გადაწყვეტილება, უკვე საბჭოთა კავშირი დამთავრებულა რა. ჯარი გამოვიდა კონტროლიდან. თავისთავად თუნდაც ის ამ მსგავსი დისკუსია, რომ ცეკა რო ამბობს, რომ ჯარი არ დამემორჩილა, ხო ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ აქ სერიოზული დაპირისპირება კლანებს შორის. ერთი არის, რომ ძალაუფლებისთვის ბრძოლა, ხელისუფლებისთვის ბრძოლა და მეორეა, ამ ხელისუფლებას რა ფორმით შეინარჩუნებს. და აი აქ სწორედ იკვეცება გარბაჩოვის პერესტროიკის რეალური მიზნები. აი ჩვენ არ ვსაუბრობთ, ჩვენ ვსაუბრობთ ჩვენ რა მიგვაჩნდა და იმას რა უნდოდა. ამაზე ჩვენ არ ვსაუბრობთ და არც არის დისკუსია თუნდაც სამეცნიერო წრეებში, აკადემიურ წრეებში, ინტელექტუალურ წრეებში რა იყო გარბაჩოვის გეგმა. სოციალიზმის პერესტროიკა. პერესტროიკა, რა ფორმა, მმართველობის რა ფორმა და აი ნოემბრის შემშილობაზე ჩვენთვის უკვე თვალნათელი გახდა ეს ყველაფერი. ანუ რა ხდება? ნოემბრის შემშილობის მთავარი აზრი იყო ის, რომ კონსტიტუციაში, საბჭოთა კავშირის კონსტიტუციაში შესაძლებელი ცვლილებები გავაპროტესტეთ. რა თქმა უნდა, როდესაც სიმაღლეს საბჭოთა კავშირის კონსტიტუცია ჩვენ არაფერად არ მიგვაჩნდა, მაგრამ ამ შემთხვევას ხელიდან ვერ გავუშვებთ. და რა იყო ცვლილების არსი? თუ კი მანამდე კონსტიტუციაში იყო საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭო, მთავარი ორგანო, რომელსაც ადგილებზე რესპუბლიკებში ყავდა ადგილობრივი უმაღლესი საბჭოები, ახლა კონსტიტუციაში შემოდიოდა ახალი ორგანო, სახალხო დეპუტატთა ყრილობა, რომელიც იღებდა
გარკვეულ ასე ვთქვათ საკითხებზე დელეგირებას თავის გადაწყვეტილებებში. მაგალითისთვის, თუ კი მანამდე საქართველოს საბჭოთა კავშირის უმაღლეს საბჭოს და საქართველოს უმაღლეს საბჭოს შორის არსებობდა ასე ვთქვათ თანაბარწონადი, თუ ასე შეიძლება ითქვას, ურთიერთობა, მაგალითად, საქართველოს უმაღლეს საბჭოს შეეძლო გაეუქმებინა საქართველოს ტერიტორიაზე საბჭოთა კავშირის უმაღლეს საბჭოს გადაწყვეტილებები. და რომ დაუშვათ საქართველოს უმაღლეს საბჭოს ჰქონდა უფლება, რომ ეწინააღმდეგებოდა პოლიციაში იყო ერთმანეთს. ერთად შეეძლო იგივე თუნდაც რა ქვია, დამოუკიდებლობის გამოცხადების თემა. ახლა შემოდიოდა ორგანო, სადაც ეს ყველაფერი მის კომპეტენციაში გადადიოდა. რაც დავისწავდა ქმნიდა იმ გარემოებას, რომ ქვეყანაში შეიძლება ისე შეცვლილიყო კანონმდებლობა და პრაქტიკა, ჰიპოთეტურადაც გამორიცხავდა დამოუკიდებლობის გამოცხადება. რა თქმა უნდა, გამორიცხავდა დამოუკიდებლობის გამოცხადებასაც და ნებისმიერი გადაწყვეტილება ავტომატურად შესრულდებოდა და არ ქონდა, ასე ვთქვათ, ვეტოს გამოყენების უფლება. რაც თავისთავად ძალიან მძიმე იქნებოდა და აქედან გამომდინარე, ჩვენ კიდევ ერთხელ გავემეორებ, რომ კონსტიტუცია მანდამეს არ გვანაღლებდა, მაგრამ არ გვინდოდა ხელი შეწყობოდა საბჭოთა ეს არ იქნა ისე გაგებული კონსტიტუცია, მაინც ფაქტია და დოკუმენტია, რომელიც მოქმედებს. ეს იყო ხმედი შინაგანი დამოუკიდებლობა. ჩვენ დამოუკიდებლობა კონსტიტუციასთან, მაგრამ არ გვინდოდა, რომ შექმნილიყო ისეთი დოკუმენტი, რომელიც შემდგომ რუსებს მიცემდა საშუალებას, რომ აზმაო ჩვენი კანონმდებლობით ეს ასეა და ქონდა მესამე პოლიტიკური დაპირთვა, რომ პოლიტიკური აქციის გაკეთებას ვაპირებდით ისედაც და ამაზე გარშემოს ადვიკოვიდით რა. თავისთავად პოლიტიკური ვითარება იყო ისეთი, რომ ხელისუფლებას მოსკოვში გადაწყვეტილი არ აქვს რა უნდა ქნას. აქ კიდე ქუჩაში კი გამოვდივართ, მაგრამ გარღვევას ვერ ვაკეთებთ. და წავედით ამ რისკზე, რომ აი გარღვევა გავაკეთოთ რა. 9 აპრილის შემდეგ აი ეს პროცესი 9 აპრილის შემდეგ ხდება ცხინვალში რა ხდება 9 აპრილის შემდეგ ხელისუფლება კავშირები მაშინდელი რომ ხელისუფლება მოსკოვის ხელისუფლება კომისიების თემა მოსკოვის ხელისუფლება უკვე ახალ დამტკიცებული გეგმის მიხედვით დაიწყო მუშაობა. რადგანაც მას გარანტირებული აქვს უკვე კანონმდებლობაში რა ქვია აი ორგანოს სახალხო დეპუტატთა ყრილობა უბრალოდ იქ რამოდენიმე საკითხი და ქვია ამოვარდა, რამდენიმე მუხლი, სადაც ეს დამოუკიდებლობის თემები და რაღაცეები იყო, ну დანარჩენი ბუნებრივია გავიდა და ის იწყებს ახალი მოდელის საბჭოთა კავშირის შემუშავებას. აი ვერც ერთ ეტაპზე ეს საქართველოს მაგალითზე რომ გამიხსენოთ, რუსეთმა ვერ მოახერხა სამართლებრივად უზრუნველყო მისი გავლენა საქართველოს. 800 პირველში ის გეორგიევის ტრაქტატის დარღვევით შემოვიდა და უკანონოდ გააუქმა ქართლის სამეფო და შემდეგ დანარჩენი ძალით შემოიერთა და ბოლოს 60 წელი დაჭირდა, ბოლოს აფხაზეთის აჯანყება იყო 1864-ში. და აი მერე საქართველოს მერე შეიერთა. იქ გურიაში სანამ თავარი არ ფიზიკურად არ გაანადგურა და ელოდა როდის მოხდებოდა მისი ცოლი გაასახლა და ასე შემდეგ იგივე სამეგრელოს სამთავროს თემები და ასე შემდეგ სოლომონ მეორე იმერეთის მეფე. მაგრამ თვითონაც ზრობდა რომ ეს არ იყო რა თანამედროვე პირობებში სამართლებრივად ეს არ იყო ხელმოსაჭრელი. შემდეგ იყო 30 წელი 21 წელი სადაც საბჭოთა ოკუპაცია იყო, იქაც ახლა უკვე ვიღაც ჯეროდა იმისი რომ სადღაც შულავერში შეიკრიბა რამოდენიმე ბოლშევიკი, ისიც უმეტესი არაქართველი და თხოვეს რუსეთს და რუსეთს შევეცოდეთ რა ქვია და აი გულდათუსკული მიეხმარა რა ქვია ქართულ ხალხს განთავისუფლებაში. ნუ ესეც ასეთი თემაა. ხო, სოფლიო განვითარდა, გაძლიერდა უკვე
ბევრმა კომუნიკაციები შემოვიდა, საზღვე კავშირებია, უკვე ურთიერთობები, ასე მარტივი არ არის ეს საკითხი და საბჭოთა კავშირის ლეგიტიმაციის საკითხი დადგა. მართალია 75-ში ჰელსინკში საბჭოთა კავშირმა იმას მიაღწია, რომ მისი საზღვრები ეცნოთ. მეორე მსოფლიო ომის შედეგად. მაგრამ შემდგომ უკვე მოვლენების განვითარებამ და რეიგანის პოლიტიკამ განაპირობა ისო დაიწყო დეზინტეგრაციული პროცესები, რასაც მხარს უჭერს საერთაშორისო ცივილიზებული საზოგადოება. ამიტომ მას სჭირდებოდა საპარლამენტო ნაბიჯები, წავიდა საუბარი საბჭოთა კავშირის მოდერნიზაციაზე. არსით საბჭოთა კავშირი, ფორმით რაღაცა განახლებული საბჭოთა კავშირი. აი ამ სქემის განხორციელება დაიწყო ეტაპობრივად. პირველი ნაბიჯი საკანონმდებლო ეს მოაგვარა. მეორე ნაბიჯი საპრეზიდენტო მმართველობა შემოიღო. ძალიან საინტერესოა თვითონ ის მომენტი პარტია და ეს ყველაფერი როგორ ხდება, რომ მოსკოვი რა გადაწყვეტილებასაც მიიღებს, ადგილობრივი უმაღლესი საბჭოები სასწრაფოდ იწვევს სესიას და ისინი იღებენ ამ გადაწყვეტილებას და ყველა რესპუბლიკაში ეს იმის და მიხედვით ფორმდება იქ სოციალური პოლიტიკური მდგომარეობა როგორია. ახლა თურქმენეთში არ დაჭირვებიათ ამის გაკეთება, იმიტომ რომ არ არის ასეთი აქტიური საზოგადოება, ხოლო ჩვენთან ეს როგორც ჩვენი დიდი ბრძოლის გამარჯვებაც ისე გასახდა. მაგალითისთვის კომპარტიის ეგრეთ წოდებული მე-6 მუხლი კომპარტიის წარმმართველი როლის შესახებ. თავისთავად თვითონ მიღების ფორმა იყო ისეთი. მიღების ფორმა იყო და ისე სწრაფად გადასვლა ეს ყველაფერი. ეს ფორმა ამოღების შესახებ. ამოღების შესახებ. კონსტიტუციიდან ესახება ერთპარტიულ სისტემას საბჭოთა კავშირის დროს, სადაც კომუნისტური პარტია, საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტია მიჩნეული იყო ერთადერთ წარმმართველ ძალად სახელმწიფოს მართვა ხდებოდა კომუნისტური პარტიის წარმომადგენლების მიერ. და ეს აძლევდა მას საშუალებას, რომ ემართა ყველა ორგანოს. პარტია მართავდა. ახლა ეს ყველაფერი პროცესი დაიწყო და ეს ყველაფერი პროცესი არ დაწყებულა მხოლოდ უშუალოდ მოსკოვის ვოლუნტარისტული გადაწყვეტილებით. 99 წლის 2 დეკემბერს მალტაში მოხდა შეხვედრა მამა ბუშის, ამერიკის პრეზიდენტის და გორბაჩოვის. სადაც გორბაჩოვმა აღიარა კაპიტულაცია საბჭოთა სისტემის და წარუდგინა ბუშს გეგმა საბჭოთა მოდერნიზების. თხოვა რომ აი ყველაფერს ვთქვი, წაიღეთ აღმოსავლეთ ევროპა, მაგრამ საბჭოთა კავშირის მოდერნიზაციის ამ გეგმაში დამიჭირეთ ხარ. როგორც ყოველთვის ნაკლებად ძლიერი ფიგურები, ახლა რეიგანი ამას არ გააკეთებდა ბოლომდე საჯაროდ მოაწერილებდა ხელს კაპიტულაციაზე. მამა ბუშმა ეს კაპიტულაცია მიიღო, ჩათვალა რომ მიზანი მიღწეულია და შეკავებულია საბჭოთა კავშირი. იქ ძალიან საინტერესო მუხლი იყო კაპიტულაცია პირდაპირ არ გამოსცემი რომში წავაგედა ხელს ვაწერო. არამედ იყო საუბარი ფორმულირება ასეთი, რომ საბჭოთა კავშირი უარს ამბობს საერთაშორისო ურთიერთობის სისტემაში პარტიული პროცესების, პარტიული ხედვების გამოყენების. ანუ მარქსიზმი, ლენინიზმი აღარ არის წარმატებული ჩარჩო და იდეოლოგია. და ის მიესალმება იქ იყო საუბარი აღმოსავლეთ ევროპაში მიმდინარე პროცესებს და რომ ყველა ესეა გაყიდა რა. ჩააგირავა მთელი აღმოსავლეთ ევროპას აიღეთ, όμως მე შემინარჩუნეთ ხელისუფლება. ახლა ეს ხელისუფლების შენარჩუნება რაში გამოიხატებოდა? ეს გამოიხატებოდა იმაში, რომ დასავლეთი მას მიეხმარებოდა ახალი კონფიგურაციით საბჭოთა კავშირის შექმნის. თუკი იყო საბჭოთა კავშირი, ახლა უბრალოდ არსით არჩებოდა იგივე და სახელწოდება იყო, თავიდან იყო ძალიან კომიკური სიტუაცია, აი მაინც რო ვერ გაცვლენ ამ პარტიულ გავლენას.
სუვერენ საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკათა კავშირი, ანუ SSR სოციალისტური ნაცვლად იყო სუვერენული. და აბრევიატურაც ესეც ამასაც ფიქრობდნენ, რომ აბრევიატურა უნდა შეცვლილიყო, არ უნდა შეცვლილიყო. ნუ მე მივხვდნენ რომ სამეცანი იყო და სოციალისტური ამოვაგდეს და დარჩა სუვერენული სახელმწიფოთა კავშირი. ანუ ქართულად აბრევიატურა DSK. ხო როგორ არ აღწერთ, ამოვიდა ხო DSK. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობაა, კს. იყო კავშირი. კავშირი მოიწვია ახლა თავდასხმა. აი კავშირი ამ ფორმით, რომელიც მიზნად ისახავდა სუვერენულ სახელმწიფოთა ხელახალ გაერთიანებას. ლოგიკურად გება საკითხი. სუვერენული სახელმწიფოები როგორ გაერთიანდება თუ ვერ გამოეყოფა და სუვერენიტეტს არ გამოაცხადებს. და ყველა რესპუბლიკაში დაიწყო სუვერენიტეტის პარადი. მათ შორის ბატონმა გივი გუმბარიძემ აი თავიღებს დიდი მნიშვნელობა აქვს ემოციები. 1946 წლის 9 მარტის ემოციით 90 წლის 9 მარტს ამოვაცხადა სუვერენიტეტი. ოფიციალურად საქართველოს ზენესმა საბჭო ამოვაცხადა მაშინ მგონი უმაღლესი საბჭო იყო ჯერ. გამოაცხადა სუვერენიტეტი. საქართველოს სუვერენული რესპუბლიკა და რომ ეს იყო აგრესია, ანექსია რუსეთის აღიარებული რა. კომუნისტური უმაღლესი საბჭოს მიერ. ტექსტი მოამზადა ბატონმა ნოდარ ნათაძემ და ამ შემთხვევაში ნოდარ ნათაძის სურვილები იქნა გათვალისწინებული, რომელიც სასწრაფოდ გახადეს უმაღლესი საბჭოს წევრი, გამოკლებული დეპუტატი სანაცვლოდ და ნოდარ ნათაძის ის გზა რომ ასე ვთქვათ საბჭოური არჩევნების გზით იყო რეალიზება გამოყენებული ნოდარ ნათაძის ავტორიტეტი, რომ აი ჩვენ აი ამ ჭკუაზე დავდივართ და ასე შემდეგ. ნუ ბუნებრივია არ უშველა ამ ვითარება გივი გუმბარიძეს, არ უშველა ვითარებას და თუ კარგად მახსოვს 20 ივნისს მიღებული იქნა ახალი დადგენილება. ეს ჩვენ ვსაუბრობთ 1990 წელს. ახალი დადგენილება საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის ზოგიერთი ღონისძიების შესახებ. და უკვე აქ რადგან სუვერენიტეტმა ვერ იმუშავა კარგად, წავიდა საუბარი სწორედ დამოუკიდებლობაზე. ანუ ეს პროცესი იგივე შეგიძლიათ შეიძლება დროებში იყოს განსხვავება ზოგი ადრე ზოგი გვიან ბალტიაში, ჩვენთან, ცენტრალურ აზიაში. საერთოდ დაიწყო ეს პროცესი და ამ პროცესთან ახლავს ხელისუფლებისთვის ბრძოლა. იქ თურქმენეთში ნიაზოვმა იმარჯვა, ყაზახეთში დიდხანს ძლდებოდა, იქ ძალიან საინტერესოა. გენადი კოლბინი იყო საქართველოში მომუშავე, ის პირველ დივნად, ის მერე აქციები მოუწყვეს, დიდი პრობლემები შეექმნა, შემდეგ ნაზარბაევსა და გვარი გამოვიწყდა, იმას შორის იყო სერიოზული დაპირისპირება, ერთი მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე გახდა, მეორე მოხდა და ყველა რესპუბლიკაში წავიდა ეს ასე ვთქვათ ბრძოლა აგერ აზერბაიჯანში, იქ რა ქვია ვეზიროვი, ბაგიროვი, რა ვიცი, მუტალიბოვი დამოუკიდებლობა აზერბაიჯანში კომუნისტმა მუტალიბოვმა გამოაცხადა. მაშინ უკრაინაში კრავჩუკმა და საინტერესოა შუშკოვიჩმა ბელორუსიაში და შუშკოვიჩი საინტერესო იმით იყო, რომ შუშკოვიჩი იყო იმ ქართლის დირექტორი, რომელშიც მუშაობდა კენედის მკვლელი ის ოსვალდი.
გოწარმოგიდგენია რატონის ნომენკლატურაა რომ ოსვალდინო ამის გარყანაში ნუ ბუნებრივია ამის პასუხისმგებლობის ქვეშ და ეს ნომენკლატურა იმძვის ძალაუფლებისთვის ყველგან ებრძოლა მიდის მაგრამ მიუხედავად ამისა ეს ბალტია თუ საქართველოა თუ ცენტრალური აზია პროცესი ერთნაირად მიწარდება თუ 99 წლამდე მალტის შეხვედრამდე ის აქტივობებია რომელიც თვითონ რესპუბლიკის ეროვნული მოძრაობა ახორციელებს სად არის რა ქვია დონეცკში საერთოდ არ არის ეროვნულ მოძრაობაზე საუბარი პირობითაც რო არ იყოს რადგან ვიტალი სტუსი აცხენოს მერთმა ძალიან დიდი დისიდენტი და მოღვაწე არც ახსოვთ რა ქვია დონეცკში ცხოვრობდა და სხვები ბალტია საქართველოს სომხეთი არის თანამშრომელი აი 99 წლიდან უკვე ყველა რესპუბლიკაში ერთნაირად გამოსარდა რა ნუ ვადაში მეტნაკლებად ასწენილას აი ეს ყველაფერი სწორედ იყო იმ ფონზე როდესაც 9 აპრილის შემდეგ უცებ კივი გუმბარიძის მთავრობა გახდა ძალიან ნაციონალისტური გახდა ესე იგი წავიდა საუბარი ანტიაფხაზური ანტიოსური აი ფონი ძალიან ცუდი ფონი შესაბამისად ხელს უწყობდა იმ ჯგუფებს რომელიც ამ კუთხით მას გამოადგებოდა ან და თვითონვე უშვებდა ამ ჯგუფებს სამიზმიერო ორგანიზებულ ჯგუფებს იგივე თუნდაც 23 ნოემბრის აქცია ცხინვალზე 99 წელს სანამ მერაბ კოსტავა იყო ცოცხალი ასე ვთქვათ და ხელისუფლება გუმბარიძის ხელისუფლება წლას მხარად ვერ იჯდა მანამდე ჩვენი პარტიის მერაბ კოსტავას და ჭავჭავაძის საზოგადოების ძალისხმევით ცხინვალში აქციას როდ ერთერთი ეროვნული მოძრაობის წარმომადგენელი ვერ ბედავდა რა აი შემდეგ რატო თვლიდით რომ ეს იყო ეს იქნებოდა პროვოკაცია ეთნიკური კონფლიქტის სტიმულირება კი ბატონო არის იქ პრობლემა ცხინვალში შექმნეს ორგანიზაცია ადამონ მიხასი და ნელ-ნელა ოსურ ნაციონალიზმს აღვივებენ მაგრამ ნაციონალიზმის გაღვივება სჭირდება გარემტერი ეს გარემტერი თუ არ არის და თუ აგრესიული მოწოდებები არსაიდან არის მის მარტო ის არ უშველის რა ფული მიეცი და იქ ადამიანებმა უნდა ჩათვალოს თავის საქმეს გამოსვლა რომ მართალია შეიძლება 5 კაცი არაოფიციალურად წარმართავს სიტუაციას აგენტი ვინც არის მაგრამ 10 კაცი უნდა იყოს გულწრფელი რომელიც შემდეგ გამოვა და გულწრფელად იტყვის და დანარჩენებს შეხედეთ ეს გულწრფელი კაცია ეს როგორ ამაზე ეჭვი როგორ შეგეპანათ და ამ დროს გუმბარიძე იღებს გადაწყვეტილებას ქართული ენის სტატუსის გაუმჯობესების შესახებ თუ რაღაც ამდაგვარი რომელიც ცხინვალში არის ახმული როგორც ანტიოსური საერთოდ არაფერში რო წერია არავის არაფერში არ ჭირდება ეს კანონი რა და ეს გადაწყვეტილება ეს საბჭოთა ნაციონალიზმი რასაც მოყვა უკვე საბაბი რომ ის შექმნილი ადამონ მიხასი უკვე როგორც დამცველი აი ქართული ექსპანსიისაგან რა და წავიდა ეს პინგ-პონგი წავიდა იქით და ნელ-ნელა ზუგილის ტემპერატურა მოიმოწა და ამ დროს ნუ ცხინვალში აქცია რომელიც განწირულია დასამარცხებლად და განწირული რატო არის იმიტომ რომ რუსეთის თავარი ამოცანა არის ჩაკიდრიოს ეთნო კონფლიქტში რუსეთს იგუყენია ჯარი და სანამ საქართველოს დამოუკიდებელი არ იქნება სანამ შენ არ გეყოლება შენი შესაძლებლობა არ იქნება შენი შესაძლებლობები და შენი ბერკეტები მანამდე ცხინვალში რა უნდა მოაგვარო ან სოხუმში რა უნდა მოაგვარო იქ სადაც რუსეთის ჯარი დგას ამ დროს რა არის საჭირო ამ დროს არის 1-2
კაი პროვოკატორი, ერთი-ორი გულსმელი ადამიანი, ერთი-ორი აღზნებული, რა ქვია, ინტელექტუალი, რაღაც კრების. ისო მატებული ჩასული ადამიანი. ჯასული და ასე შემდეგ და აი სწორედ ეს გაკეთდა. ეს გაკეთა ეს ნაკრები, ასე ვთქვათ, კვლავ კაკობაქრაძე, რომელიც მანამდე ჩვენ გავკრიტიკებდა თბილისში აქციის გამართვის გამო. აი ნოემბრის აქციის გამართვის გამო ჩვენ ვაკრიტიკებდა. და ამ დროს თვითონ გახდა ცხინვალში აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი. რომ აქციებმა დაღუპა ქვეყანაო რა. ეს იყო ნოემბერში მისი პოზიცია და გავიდა რამოდენიმე თვე და თვითონ გახდა ერთ-ერთი ორგანიზატორი. აბა ის რომ პირობითად რო ავიღოთ ირაკლი წერეთელი აქციებს რო ატარებს ეს არც არავის არ უკვირს და არც ცხინვალში უკვირდა ვინმეს და არც დაუშვათ სოხუმში. ის რომ განსახურდია ამის მომხრია ეს არც არავის არ უკვირს. მაგრამ როდესაც ამის გავსი ადამიანები ამაში არიან ჩართულები და კიდევ სხვები და სხვები. ამ დროს ესე იგი გუმბარის ზოგადად გაპატრიოტებულია. დაავალა გურამ გელაძეს არიქა სასრაბოთ ავტობუსები, მანქანები. მიეცით ამ ხალხს. ჩვენ გამოთქვით პროტესტი. რომ რასაკეთებს, ეს ხო პროვოკაციაა. ეს ხო პროვოკაციაა რა. რომ ხელისუფლება გიწევს პროვოკაციაში. სამწუხაროდ აი ამ მასლას ემოციურ ფონს რამოდენიმე 1000 ქართველი დაიძრა ავტობუსებით მივიდა ცხინვალის შესასვლელთან და იქ დახვდა სწორედ ის რაც ბუნებრივად იყო მოსალოდნელი 200-მდე ოსი აქტივისტი აქედან რუსის ჯარი თავისი სამხედრო ტექნიკით შინაგანი ჯარი და წინ რამოდენიმე მილიციონერი რომელიც აბა მიდი ებო გააკეთე მიდი გადაუვარი 200 კაცს ხოდიში შეიქმნა გარემოება ეს 10-15 ქართველი ჩასული ადგილზე და 200-მა მაგარმა გულიანმა ოსმა გააჩენა ახლა დადგეს ყველანი ფაქტის წინაშე არ უნდა შეხვიდე რაც თვალნათელი პროვოკაცია არ უნდა წამოხვიდე რაც სისხლი და დამარცხება და ამის მერე გაახსენდათ ამ ადამიანებს თან როგორი თემა ახლა უკვე ხონდა მოbrunდეს და ის ხო ჩვენა ვართ ამაზე ხო პასუხს მოთხოვთ და ამის მერე რა ქვია თელმა ამ შემადგენლობამ დაიწყო მუშაობა რომ აი ხელისუფლებამ პროვოკაცია მოგვიწყო გუმბარიძემ შეგნებულად გამოსცა ეს ავტობუსები ეს გუმბარიძემ ძალიან შვიდად აიტანა ეს რაზვაგინა ერთი არ გაუპროტესტებია რასაც ხო ვაკეთებოდა ეს იყო და ასე ვთქვათ ამით დამთავრდა ყველაფერი მაქსიმალურად გაუწია გუმბარიძემ ესე მოხოცა პირი მაგრამ ეს ხო დარჩა აი აქედან დაიწყო მთელი ეს პროცესები უკვე ამან ისედაც დაძაბულობა შექმნა იქ გამოხარჩი თემა იქ სხვაგან თემა ანუ აი ის რაც დაგეგმილი ქონდა ეროვნულ მოძრაობას მექანიზმმა დაიწყო მუშაობა ის ასე ვთქვათ რუსეთის მიერ მექანიზმზე დაიწყო მუშაობა უკვე სწორედ ეს მიდის უკვე აქ საღიაზრი არავის აღარ მოეკითხება უკვე აქ არის ემოციური ფონი და ეს ყველაფერი ხელს უწყობს გარბაჩოვს იმაში რომ როდესაც მალტაზე საუბარია ნუ ახლა ბუშისთვის როგორი იყო ისე ერთადერთი ძალა ისე გარბაჩოვია რომელსაც შეუძლია რომ ქაოსს ააცილოს დედამიწის 1/6 ესაც მაქსიმალურად იქნა გამოყენებული და ეს პროცესი სამოუკიდებელ სახელმწიფოთა სუვერენულ სახელმწიფოთა კავშირის ჩამოყალიბება დაიწყო. მუხლი კომპარტიის ამოღებული იქნა მეექვსე მუხლი შემდეგ პრეზიდენტის ძალაუფლება გადავიდა პრეზიდენტის ხელთ თუ მანამდე პარტია იყო წარმართველი
ახლა წარმართული გახდა პრეზიდენტი და შემოვიდა პრეზიდენტის ინსტიტუტი. თვითონ ამ 6 მხრის ისტორიაც საინტერესოა, იმიტომ რომ სტალინს აზრადაც არ მოსვლია რომ ეს შეეწერა. რატომ და სტალინი წითელი იყო. ხრუშჩოვს უნდოდა, მაგრამ არ გამოვიდა. ბრეჟნევმა შეიტანა, აი 78 კონსტიტუციაში. ბრეჟნევმა შეიტანა პარტია არის წარმმართველი, იმიტომ რომ თვითონ სახელმწიფოს პარტიული აპარატის მართავდა. ხოლო სტალინი პერსონალურად მართავდა. ნუ ხრუშჩოვს როგორც შეაფასეს ბიოლოგია. პასუხისმგებლობა არაფერზე. ხო. და თლიანად ესე იგი, ამ ხრივ გარბაჩოვმა ერთი მხრივ ხო ესე თქვა დასავლეთის გული მოიგო და მეორე მხრივ 20 მილიონი სახელმწიფო ბიუჯეტზე ყოფი ადამიანები გაისტოვნა პირდაპირ პენსიაზე უფასოდ. რაღაცი ჭირდებოდა პარტია. ის ხომ თვითონ იყო მონაწილე იმ დაპირისპირებისა პარტიის შიგნით. მან ხო იცოდა ეს მონსტრი რამდენად მიუღებელი და საშიში იყო. აქ კიდევ ყურადღება უნდა გამომაქვლიოთ ერთ გარემოებაზე. უშიშროების როლი პოლიტიკურ ცხოვრებაში. ჩვენ როცა ვსაუბრობთ ამ პროცესზე, აგარ ძალიან საინტერესო ის რომ თუ კი მანამდე უშიშროება არა μόνο საბჭოთა კავშირში, ყველა ქვეყანაში არის ასე ვთქვათ სახელმწიფო უშიშროება. სახელმწიფოს მოდარაჯე ავჭარკათ. აი ასეთი განმარტება აქვს რა. საბჭოთა კავშირში ბოლო პერიოდში აი ამ ქაოსის და მძიმე სოციალური მდგომარეობის გამო უშიშროების სისტემა მაიღო სამისავზე ძალიან ბევრი რამ. აი ნოსტალგიაში მყოფ ადამიანებს ავიწყდებათ რომ 80-იან წლებში ტალონებზე იყიდებოდა შაქარი, კარაქი. ამ ძალიან რთული ეკონომიკური სიტუაცია იყო. შესაბამისად, უშიშროება განსაკუთრებით ბრეჟნევის ინსულტის შემდეგ დაიწყო მისთვის აკრძალული საქმიანობა. თუ კი მანამდე უშიშროებას აკრძალული ჰქონდა პარტიის და კომკავშირის წევრების გავერბოვკება, როგორი არის ქართულად გადაბირება. ხო, აი ამის შემდეგ უკვე პარტიაში გაჩნდა პარტიული ნომენკლატურის მომხრეები და კგბ-ს პარტიული ჩინოვნიკები. აი გარბაჩოვი ერთ-ერთია სწორედ ამ კგბ-ს ანდროპოვის სისტემის კადრია და აქვე მინდა აღნიშნო რომ უშიშროება უკვე მაგ პერიოდში აღარ არის მხოლოდ სადამჟელი ორგანო. ეს ანალიზსაც აკეთებს და მან გაიაზრა. მას ჰქონდა ზუსტი არამწურავი ინფორმაცია. რომ საბჭოთა კავშირი ამ ფორმით ვეღარ იარსებობს. ამას ვერ აგებინებენ დაუშვათ იქ ლიგაჩოვს და გრომიკოს და ძველი ყაიდის კომუნისტებს, რომელიც ჯერ კიდევ ჩარჩენილი არიან, თქვია, ლენინის და ბუხარინის ციტატებში. მაგრამ უშიშროება ხომ იცით რომ ასე ვერ გაგრძელდება. უშიშროების ხალხის უმეტესობას ჰქონდა პრივილეგია საორგანო ეცხოვა და იმუშავა. ხდებიან იმას რომ არა საჭიროა რეფორმირება. მით უმეტეს რეიგანის მოსვლის შემდეგ რომელმაც ეს ინვესტიციები შეამცირა. ნავთობის ფასი დააგდო. შეიტყვა ვარსკვლავთა ომში და სამხედრო შეერაგო ფულის ხარჯვაში და ამან განაპირობა რომ ქვეყანას უკვე აღარც ტექნოლოგია აქვს, აღარც ფული აქვს, აქვს რესურსები ეს ნავთობი და გაზი რომელიც გაბიგებიდეს. ფასება დაიწია. დღეს რო არის რუსეთი რაზე დგას დღემდე 100-120 დოლარია ფასი და მაშინ ჩამოვიდა თუ არ ვსწრები 12-15 დოლარი იყო თვითგირებულებას ვერ ანაზღაურებდა. იმდენად ესე ძალიან საინტერესო თემაა რა გაუკეთეს საუდის არაბეთის მეშვეობის ЦРУ უილიამ კეისი იყო თუ არ ვსწრები ЦРУ დირექტორი. სხვადასხვა ძალიან საინტერესო მომენტია როცა საბჭოთა კავშირი გაიშალა უილიამ კეისი შენიშნეს მარტო წითელ მოედანზე შამპანიურის გახსნილი ბოთლით. და ჟურნალისტები ახლა მოსკოველები ასე ცნობდნენ და ამერიკელი ჟურნალისტები მიცვიდნენ რა ასაკეთებდა გამარჯვების ინდივიდუალურ აღლოს ვატარებთ. და მართლა უილიამ კეისის ძალიან დიდი როლი აქვს იმაში რომ მთელი ეს პროცესი განხორციელდა. თუმცა ეს პროცესი ვერ განხორციელდებოდა თუ არა ის სიძაბლე რაც საბჭოთა სისტემას ჰქონდა. მოიშალა ეკონომიკა, მოიშალა
ეს სტრუქტურები. ამიტომ მისი გადარჩენის ერთადერთი გზა იყო რეფორმირება. ამიტომ ბრძოლა მიდიოდა ესე ვთქვათ რეფორმატორებსა და ძველ ყაიდის რეტროგრადებს შორის. მაგრამ რეფორმას ახორციელებდა არა პარტია, არამედ უშიშროება. და ესე დღემდე რომ ვთქვათ, რუსეთის ხელისუფლება არის უშიშროების ვერტიკალი. დღემდე ისინი არიან გამარჯვებულები. და მოხდა ასეთ პატარა გადატრიალებაში და კი, შიდა გადატრიალება მოხდა და გარბაჩოვი და უშიშროება მოვიდა ხელისუფლებაში. დღემდე ეს პროცესი რუსეთში გრძელდება და შესაბამისად ეს ვერტიკალი მუშაობს ყოფილ საბჭოთა სივრცეზე. და აქედან გამომდინარე, ეს ყველაფერი გეგმა მოიწონა მამაბიშმა და წავიდა პროცესი. ეს პროცესი ქვეყნის შიგნით საქართველოში საქართველოში ეს პროცესი რა არის? კომისიებმა დიდხანს იმუშავეს იქ ფაქტურად გაგრძელდა მთელი წელი ის. აი ახლა იგივე რაც ხდება მაგალითად 9 აპრილის კომისიებთან მიმართებაში სობჩაკის კომისია ახსენეს. სობჩაკის კომისიამ დადო დადო რომ უკანონოდ შეერაღებულმა ძალებმა გამოიყენეს ძალა მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. კი, ეს მოსახლეობა ექსტრემისტობდა, კი ეს რა ქვია აქციების ისინი რა ქვია უპასუხისმგებლობით იქცეოდნენ, მაგრამ იმისი რა ქვია საქართველოს ხელისუფლების სრული მოქმედების ფონზე რუსეთის იმან ესე ვთქვათ დაადანაშაულა ცალკე საქართველოს ხელისუფლება, დაადანაშაულა ცალკე სამხედრო ფორმირებები და დაადანაშაულა ცალკე ეროვნული მოძრაობა. სუბთად გამოიყვანა გარბაჩოვის შევარდნაძე, ანუ ის ნომენკლატურა, ის ხელისუფლება, რომელიც იყო მოსკოვში და ეს გააკეთა სობჩაკმა, დემოკრატმა სობჩაკმა. ახლა როგორი იყო სამხედრო პროკურატურის დასკვნა? სამხედრო პროკურატურის დასკვნა იყო შემდეგი. ანტისაბჭოთა ელემენტები, რომლებიც ძალიან აგრესიულად იქცეოდნენ და ითხოვდნენ საბჭოთა კავშირის დაშლას, სოციალისტური სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედებას, ჩვენ როგორც სოციალისტური სახელმწიფოს ავკვეთეთ ეს. ხოლო მსხვერპლი ეს მოხდა გაჭრეთის დროს. აი ამ სიტუაციაში უკვე გასაგები გახდა ყველაფერი. ანუ ის ვინც სობჩაკის კომისიას უჭერს ხარს და საქართველოს დიდი კომისია და შავგულიზის კომისია იყო ასეთი და ასე შემდეგ. რა კიდე რამოდენიმე კომისია გაკეთდა. ფაქტობრივად ეს არის პერესტროიკის მხარდაჭერი ჯგუფი, რომელიც საბჭოთა სისტემის მოდერნიზებაში დგას გარბაჩოვის შევარდნაძის გვერდით. ეს გასაგებია ყველაფერი და საქართველოს ნელ-ნელა გუმბარიძის მაორგანიზებელი როლით გადადის იმ გეგმაზე დამოუკიდებლობის თავისი გეგმიდან, თავისი ისტორიული გეგმიდან გადადის ნელ-ნელა გარბაჩოვის გეგმის შემადგენელ პროცესად. და აი ეს თემი სულ ყველაფერი რა. თემი ეს ყველაფერი აისახა ამ მიმართულებით. ნაციონალიზმის ელემენტები იყო იმით გამოწვეული, ალბათ ტენდენციებს რასაც ხედავდნენ, უნდა დაესწროთ პროცესებისათვის. ესე იგი როგორი რაღაცა არის? ეს თუ იყო ქართველი კომუნისტების აღკინება. არა, ეს ყველგან ასე იყო. ნაციონალიზმის თემა გამოყენებული, იმიტომ რომ ერთი რამეა, ფორუმები წარმოიშვა ყველგან ერთი სტანდარტული. კი. აი შეიქმნეს ყველგან მათ შორის საქართველოში შეიქმნა რა ქვია ინტერფრონტი. საქართველოში იყო ეს ღმერთმა აცხონოს კაცურად წავიდა ქვეყნიდან და საქართველოს პატრიოტი იყო, მაგრამ ინტერფრონტს ხელმძღვანელობდა ასევე ყველა რესპუბლიკა, საქართველოში ეს ვერ გამიცავდა. ინტერფრონტი საქართველოში ახლა და შენ ქართველი, სომეხი, აზერბაიჯანელი, ქურთი შეკრა საქართველოს ეროვნული მოძრაობის წინააღმდეგ ეს გამორიცხული წება. სხვა რესპუბლიკებში ჩაეშვა მუდმივად თემის საბჭოთა კავშირში ეს ხო არ იყო? ჩვენთან ინტერფრონტს ხელმძღვანელობდა
აღარ გინდა მივცეთ ისტორიას. ზოგადად ხერხეულად მებრძოლი გაიყვანა უფალმა ქვეყნიდან. მას რა ქვია სხვა რესპუბლიკებში ინტერფრონტი შემოვიდა რომ გაცილებით მართლმადლი სტრუქტურა შექმნილიყო. საინტერესო კიდევ რა არის? ხელისუფლება თანამშრომლობს იმ ჯგუფებთან, რომელიც საბჭოთა არჩევნებში ღებულობს მონაწილეობას. მაშინ მთავრობა ატარებდა რეგისტრაციას საზოგადოებრივ ორგანიზაციებს. ყველა შეიძლება მონაწილეობს. ყველას ატარებდა, მაგრამ თუ წესდებაში გეწერა რომ მე ვიღებ ამაში მონაწილეობას და გარეგისტრირებდნენ, როგორც იყო მაგალითად რუსთაველის საზოგადოება. როგორც იყო მაგალითად სახალხო ფრონტი. მაგრამ თუ ეს არ გეწერა, ოფიციალურ რეგისტრაციაში არ გადატარებდნენ. სავალდებულო მუხლები. ხო, ეს ესეთი წესდების ესეთი მომენტი იყო, რითაც ხდებოდა ის, რომ კონტროლი საბჭოთა არჩევნებში, საბჭოთა კონსტიტუციით აპირებს ცხოვრებას, თუ ეს ისინი რო არიან, აქ რესიდივისტები, რაღაც გაურკვეველ 21-ის კონსტიტუციაზე რო ლაპარაკობენ, ის კონსტიტუცია გინდა თუ ჩვენი ხარ თუ იმათი ხარ. თუ ეს გარკვეულია, რაც გინდა ილაპარაკე. ამიტომ დგება როგორი მომენტი, რომ ამ ხრივ ძალიან რთულია თავშად განასხვაო ისეთი ძლიერი მოაზროვნეთა და ბრწყინვალე პიროვნება გულწრფელი როგორც მოდარნაცაზია და დაუშვათ ის რომელიც ხელისუფლების ასე თქვა დაკრულზე ცეკვავს და ეს უკვე ახალი არჩევნების თემა შემოდის, ხო? ხო, ეს არა, ეს არჩევნების თემა ახლა რა არის 90 წლის მარტში დანიშნული მოწყალდა და ეს ეხება ამავე დროს იმასაც საკავშირო უმაღლეს საბჭოს არჩევნებსაც. საკავშირო უმაღლეს საბჭოს არჩევნებსაც ეხება. უმაღლეს საბჭოს არა, ყრილობის იმ არჩევნებსაც ეხება. რომ აი ემოცია შემოვიდა, ახალი მუხტი. აი მე ხო სპეციალისტო დააკვირდეს, როგორ ყოველდღე რაღაც ახალი თემა უნდა შემოვიდეს, ძველი და დავიწყოს და შემდეგ აღმოჩნდება, რომ ის არ არის არსებითი, არამალი იმ დღეს ჩვენ ერთმანეთს თავს ურტყავთ. ასეთი იყო უმაღლეს საბჭოს სახალხო დეპუტატთა საბჭოს არჩევნები. ანითა ახლა უნდა აირჩიოთ რისეული პატრიოტი ადამიანი, რომელიც მოსკოვში საქართველოს დამოუკიდებლობას დაიცავს. და ვინც ხმის ამომღები იყო, ის გარეთ დატოვეს მოდარნაცაზე. და გავიდა ისეთი ადამიანები, ზოგი წესიერი, ზოგი ნაკლებად, ზოგი ნაძირალა, რომელსაც ფაქტობრივად ხმა არ ამოუღია. რომელიც თავიდანვე დადგა სომჭეთის კომისიის მხარეზე, თითქოს 9 აპრილს იცავდნენ. და მთელი ეს პროცესი, ეს ემოციური წალღა ორგანიზებული შევარდნაძე გუმბარიძის მიერ ნელ-ნელა გადადის იმ კალაპოჩი, რომელიც აწყობს ხელისუფლებას. აი კალაპოჩი აწყობს, მაგრამ ტერმინოლოგია იცვლება. ტერმინოლოგია ახლა ვისაც ახსოვს მაშინ გუმბარიძის გამოსვლები და ქართველიერი და უმაღლეს საბჭოში გამოსვლები და ასე შემდეგ ბევრი ჩაერთო ამ პროცესში, იმიტომ რომ ფაქტობრივად ძალიან ოკუპაციის თემა უკვე შეიძლება ამაზე ლაპარაკი, წარსულზე ლაპარაკი შეიძლება, ეკლესიისათვის ზარალის ყველაფერი შეიძლება საუბარი, უბრალოდ ამ პროცესში უნდა მიიღო მონაწილე. თუ ამ პროცესში ილაპარაკე პირიქით, რაც უფრო აგრესიულად ილაპარაკე, უფრო მოწონს ხალხს. და პროცესი მთელ საბჭოთა კავშირში ყველგან დაიწყო სახალხო ფრონტების ჩამოყალიბება. თვალსაჩინო ამ სახალხო ფრონტებსაც ერთ-ერთი ამის იყო ყურაშვილი, ერთ-ერთი იდეოლოგი, უშიშროების აკადემიის პოლკოვნიკი, ლექტორი, პროფესორი. უნდა თეორია დაამუშავეს და სახალხო ფრონტის იდეა. ეს უნდა ყოფილიყო ოფიციალური სახელწოდება და საქართველოშიც მათ შორის პერესტროიკის მხარდაჭერი სახალხო ფრონტი. თავიდან სოციალისტური და რაღაც ამდენივე ტერმინებიც იყო, მაგრამ მე ამოაგდეს და პერესტროიკის მხარდაჭერი. და ყველგან შეიქმნა ეს მსგავსი, ასე ვთქვათ, ორგანიზაციები. საქართველოში ეს პროცესი დაიწყო და ძალიან ბევრმა
ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, ეს უნდა ყოფილიყო მასობრივი და ასე შემდეგ. და აი აქ აღმოჩნდა ის ხალხი, რომელიც ასე ვთქვათ, გულწრფელად არჩევნებში მონაწილეობის გზით აპირებს პოლიტიკას, ის ხალხი, რომელიც ხელისუფლების წაქეზები და ხელისუფლების მსახურია საქართველოში იმის გამო, რომ რადიკალური ასე ვთქვათ, პირობითად ეროვნული მოძრაობის საფორე რადიკალური რატო იყო, როცა უკვე ყველა დამოუკიდებლობას იძახის. მაგრამ განწყობა მაინც საქართველოში ცოტა სხვა იყო, რამაც მისცა საშუალება, რომ სახალხო ფრონტის ლიდერი გახდა ნოდარ ნათაძე. აი როგორც კი გახდა ნოდარ ნათაძე, ხელისუფლებამ ავტომატურად აკარგა მის მიმართ ინტერესი. იმიტომ რომ შეიძლება ნოდარ ნათაძე ჩვენთვის აი იდეოლოგიურად განსხვავებული იყო, მაგრამ ის ხო საქართველოს გონების კომპრომისი წავიდოდა რა. არანაირ დათმობაზე მით უმეტეს თვალის დახუჭვა რამეზე და მით უმეტეს ვიღაცა შეეკრებოდა საქართველოს წინააღმდეგ. ეს ხო გამორიცხული იყო. საქართველოს ფრონტმა დაკარგა თავისი მნიშვნელობა. ნუ ის ხალხი, რომელიც კომისიის კონკურენტები იყვნენ, ბუნებრივია დარჩნენ, ასე ვთქვათ, ხახამშრალი ძალიან ბევრს უნდოდა, ძალიან საინტერესო პროცესი იყო. და ვთქვათ, გაგრძელდა მარტის არჩევნების 90 წლის მარტის არჩევნების სამზადისი. ამ დროს ჩვენ მოვიწვიეთ თბილისში კონფერენცია. ესე იგი ჩვენ ეს არის ეროვნული მოძრაობის წარმომადგენლებმა მოვიწვიეთ კონფერენცია და 15 მარტს ფილარმონიაში ყველა ორგანიზაცია დავპატიჟეთ იმასთან დაკავშირებით, რომ როგორი უნდა ყოფილიყო ჩვენი პოზიცია. ეს საერთო შეკრება აქვს. საერთო შეკრება, თავისუფალია შეკრება, თავისუფალია დასწრება და იქ გამოდგა იქ რომ აი არ მინდა სამჯერ არჩევნებში მონაწილეობის მიღება, მოდი მოვიფიქროთ ახალი ორგანო, სადაც ჩვენ ყველანი გავწერიანდებით, სადაც იქნება საშუალება, რომ აი რასაც მემორანდუმი ლაპარაკობდი, რაღაც ღირებულებები, ხედვები, პროექტები, ეს ყველაფერი შევიმუშავოთ. ეს იმის პარალელურად, რომ მარტის არჩევნები დაგეგმილია. მარტის არჩევნები ჩაატაროს კომუნისტებმა ეს არა, დაგეგმილია, არაფერი არ ეკუქრება. არაფერი არ ეკუქრება. ჩაატაროს არჩევნები ჩვენ რა ჩვენი ეს არის რომელი რიცხვი? 15 მარტი. ის იყოს მას 30 თვარში. ჩაატაროს ეს კომუნისტებმა, ეს ჩვენი საქმე არ არის. ვისაც გინდათ მიბრძანდით ბატონო, ჩვენ ირჩევს ოკუპაციის თვითმმართველ ორგანოს. კი ბატონო, მიდი და მიიღეთ მონაწილეობა. ჩვენ დამოუკიდებლობისკენ მიმავალი გზის ხელმძღვანელი ორგანო ავირჩიოთ. ის ეროვნული საბჭო, რომელიც თავის დროზე აირჩიეს, რა ქვია, ქართველებმა და რომელზეც მერე გამოცხადა დამოუკიდებლობა. და ჩვენ მოდი ამაზე ვიმუშაოთ, ამ ორგანოს შექმნაზე. და შემდგომ შევხედავთ სიტუაციას. ან ორივე ეს ორგანო ერთობლივად გამოაცხადებს, სხვა შორის ასე მოხდა ესტონეთში. ეროვნული კონგრესმა და უმაღლესმა საბჭომ ერთობლივად გამოაცხადა. ან და ბავშვად ერთი გამოაცხადებს და მეორე მხარს დაუჭერს აი ამას, ნუ ლიტვაში როგორც განხორციელდა რა. აქედან გამომდინარე, რომ კომუნისტებს ჰქონდეს და აქ უკვე დადგა საკითხი იმასთან დაკავშირებით, რა საფრთხეებს შეიცავს ეროვნული მოძრაობის ხელისუფლებასთან მიყარება. აი ჩვენ უნდა ლოგიკურად ვიმჟერლოთ ამასთან დაკავშირებით. დამოუკიდებლობისკენ მიმავალ გზაზე რა შეუძლია რომ ტერმა გააკეთოს. პირველი ეთნიკური კონფლიქტები. მეორე ეკონომიკური პრობლემები, სოციალური პრობლემები, კრიმინოგენური პრობლემები, შეიარაღებული უკონტროლო ჯგუფების მოედანზე გამოსვლა. ამის გაკეთება თავისუფლად შეუძლია საბჭოთა ხელისუფლებას. კომუნისტებს შეუძლიათ.
დაპირისპირება მეზობელ რესპუბლიკებთან. თავისუფლად შესაძლებელი ერთ-ერთი პროვოკატორი გამოხარჯიან ჯავახეთში და შედაც ორგანიზაციების შიგნითაც პრობლემები შექმნა. ორგანიზაციების შიგნითაც. ამიტომ იყო ასეთი გეგმა ჩვენ შორის, რომ აირჩიე კომუნისტებმა თავისი თავი და ეს ყველა პრობლემა როგორც შექმნეს, ისევე მოაგვარდა. რატომ უნდა დაგვიბრალდეს ჩვენ ეს ობიექტური პრობლემები? ეს ხო ობიექტურად მოყვება ამას. როგორც კი გაწყდება კავშირი, დაუშვათ რაზარაშო, აქ მასთან რა ქვია, რომელიც ფაბრიკას, რომელიც წყავი და გალანტერეა შემოაქვს, ნედლეული შემოაქვს, საბრძოლოში რომელიმე სხვა, ხო დამთავრდა უმუშევრობა. ეს ხო ობიექტურად მოხდება. აქ არის საუბარი იმაზე, მე ეს ვის დაბრალდება? მას ვისი მორიგეობის დროსაც მოხდა ეს. თავისუფლად შესაძლებელია, რომ საბჭოთა ნომენკლატურა მოახდინოს რევანში და თქვას, რა ძმაო, მე რომ ვიყავი ხელისუფლებაში, ყველაფერი კარგად იყო, მოხვედი ძმაო, დაგიტოვეთ. ამდენი ქონება, ბაზები გაძეძგილი, აწყობილი ურთიერთობები თქვენ ვერ შეინარჩუნეთ. ამას მიმართებული კრიმინოგენული ვითარების გართულება, ეთნოკონფლიქტები, საგარეო კონფლიქტები, გაურკვევლობა, შიდა დაპირისპირება, აგენტურის მიერ ხელოვნური დაპირისპირებები, რომელიც თავისუფლად შეიძლება გაგები, ჯერ კი არ მომტარა ცოცხალია. ცეცხლამდე ცოცხალია ჩვენს. ამ ხალხის წინააღმდეგობა, სადაც ის რომ თუნდაც ხერხის ფასაც ხელისუფლების სრულება გამოიწვიეს, პატიაშვილის გაშვება და ასე ესენი ყველაფერზე წავლენ. რატომ ავიღოთ ამაზე პასუხისმგებლობა, რომლის მოგვარებას იმ პირობებში, როდესაც აქვს უშიშროება და ჯარი დგას, შეუძლებელია. აქედან გამომდინარე დაისვა საკითხი, მოდი ჩვენ ეს ორგანო ავირჩიოთ, უკვე ხო ვიცით, ამ თვეში თუ არა იმ თვეში. საქართველოს ბუნებრივად იქნება დამოუკიდებელი, იმიტომ რომ საბჭოთა კავშირი ვეღარ გაზრდას. და როგორც 1918-ში იმპერია დაიშალა და იმიტომ მივიღეს დამოუკიდებლობა. აქაც დაიშლება ეს იმპერია და ავტომატურად მივიღებს დამოუკიდებლობას. და იმპერიიდან გამოყოფის გზა არ არსებობს. აი ეს კამათი, რომელიც თავიდან თეაჭანტურიასა და ნოდრანაძეს შორის იყო და სხვა ამ წრეებთან, ასე ვთქვათ, კაკო ბაკრაძის ჩართული იყო, ჭკვიანურად მოიქცეთ. რომ გამოყოფის გზა არ არსებობს. საბჭოთა კავშირიდან ვინ გამოეყო? ან როგორ უნდა გამოეყო საბჭოთა კავშირიდან? არც რუსეთის იმპერიიდან გამოყოფილია ვინმე. დაიშალა და გაგვთით დამოუკიდებელი. ამან განაპირობა ის, რომ ამ თემაზე დისკუსია შემდეგ ემოციურ დაკისვაში გადავიდა, მე უკვე, როდესაც ეს პოზიცია გაიზიარა გამსახურდიან, რომელიც მანამდე პროსტურად საწინააღმდეგო პოზიცია გაიზიარა, მანამდე ამ პოზიციაზე დგას. ეხლა მაგ უნდა გავაბიჯნოთ კარგად. ესე როცა გამოცხადდა ეს არჩევნები მარტის, თქვენი პოზიცია რომ საბჭოთა ტიპის არჩევნები ეს არ არის გზა დამოუკიდებელი საქართველოსათვის, ხო? არის ერთი კარგია თუ კომუნისტები იქნებიან, მიიღებენ ისინი მის არჩევნებში მონაწილეობას. ჩვენ მივიღოთ ცალკე ორგანოში მონაწილეობა, რომელიც არის გამოხატულება თავისუფალი საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში. და ამ პერიოდში საქართველოს ეს არის ეროვნული მოძრაობის წარმმართველი ორგანო, რომელიც წარმომადგენლობით ფუნქციებს შეასრულებს და მზათარის შემდგომ აიღოს ამის გამოცხადების იმ საერთო პირობაზე, საერთო შეკრებაზე ყველა მონაწილეობს, მათ შორის გამსახურდია. ყველა მონაწილეობს და უნდა ვთქვა, რომ გამსახურდიას ყველაზე რადიკალური პოზიცია აქვს. თავშოთ თუ ნაწილი ამბობს იმას, რომ ვისაც გინდათ მიდით არჩევნებზე, შეიძლება შეგვიძლია ვთქვა, რომ ეს არის თქვენი და გამსახურდიას პოზიცია. აქაც როგორი რაღაცა არის, მაგალითად ჩვენ ვამბობთ, რომ
იქაც მიიღე მონაწილეობა, აქაც მიიღე რა, იქაც მიდი, აქაც მიდი, ეს არ არის რა პრობლემა. და ამ დროს გამსახურდიას პოზიცია იქით მივა მოღალატეა. რასაც მოყვა მისი მკვეთრი დაპირისპირება ნოდარ ნასტაძესთან და ნოდარ ნასტაძემ დატოვა კონფერენცია. როგორ მერას მეუბნებიო თამაც პიროვნული მომენტებიც ჰქონდათ ერთმანეთთან და ამან დაძაბა ვითარება. ამან დაძაბა შემდეგ იქ ცადեց რა ქვია განეიტრალება ყოველივესი. მაგრამ უბრალოდ კონფერენციის მონაწილეთა პოზიცია, ჩვენი პოზიცია, აუშვათ იქ ირაკლი წერეთელი ჩვენი იყო შემდეგ საბჭოთა საზოგადოება თამარჩხეიძე რომ თამარჩხეიძე ორივეგან იყო რა პრობლემა მიიღეს მონაწილეობა. ჩვენ სასურველი არ არის ვამბობ აი განსხვავებები რა ხედვებში. სასურველი არ არის, მაგრამ თუ მიიღებს არც ეგ არ არის პრობლემა. გამსახურდია და წერეთელი რომ იქ არ უნდა მიიღოს მონაწილეობა რა. ეხლა და ეს მოხდა 15 მარტს კიდევ მეორე 15-17 მარტს და 2 დღის თავზე დანიშნული არჩევნები ასე ვთქვათ იმ მოტივით რომ ჩვენ ბოიკოტს უცხადებდით გადადის. ნუ ამას კიდევ უფრო დაძაბა სიტუაცია იმიტომ რომ გაგო ბაგრაძე და ნოდარ ნასტაძე როგორ ნუ ახლა ამ შემთხვევაში ეს თემა იყო რა რომ ანტიკონცეფციის წინააღმდეგ იყო ეს. წინააღმდეგ იყო ეს ერთი და მეორე. ამომრჩეველი იმ არჩევნებში მხოლოდ და მხოლოდ მას დაუჭერდა რა მხარს. ანუ ხელიდან გამოვლინდეს ხელისუფლება გამოვლინდეს ხელიდან. საბჭოთა კავშირის პარლამენტში. საბჭოთა კავშირის პარლამენტში. მაგრამ ეს იყო ორგანული და ბუნებრივი კიდევ მეორე ნოდარ ნასტაძისთვის. მისი კონცეფცია ეს იყო. მისი კონცეფცია ეს მაქსიმალური შედეგის მიღება იქ სადაც ვარ. ასე რომ ამას არსებობის უფლება აქვს, ისევე როგორც არსებობის უფლება აქვს მეორე კონცეფციას. რომ არა ბატონო, არ ამართლებს რა საბჭოთა სისტემაში ყოფნა. და ახლა აქ კიდევ ერთი საკითხი ერთვება, რომელიც დღესაც უნდა გავითვალისწინოთ ჩვენ. საბჭოთა სისტემის მოქნილობა. აი ჩემზე კარგად მოგეხსენებათ ლენინმა ფაქტობრივად დაანგრეული დაუბადურებული ქვეყანა გამოიყვანა იმით რომ შემოიღო ნეპი. ბატონო შექმნა მოდელი ხელით მართვის მოდელი. ნეპის მნიშვნელობა ჩემზე კარგად მოგეხსენებათ მისი ეკონომიკური რესურსი და გაღაწაკებული დამშეული ქვეყანა ფაქტობრივად გამოიყვანა კრიზისიდან. როგორც კი მომძლავრდა ბატონი კომუნისტები ნეპის გააუქმეს. ნეპმანები სპეკულანტებად გამოაცხადეს. რეწველთა პარტია გაასამართლეს და უმეტესი მათგანი დახვრიტეს და დაიწყეს ინდუსტრიალიზაცია და ერთპარტიული სისტემის ჩამოყალიბება. გავიდა პერიოდი ბატონო საომარი მოქმედებების დროს 41-45-ში 40 წლიდან როდესაც კვლავ გაუჭირდა საბჭოთა ეკონომიკას იმიტომ რომ ვეღარ იღებდა იმ შესაძლებლობებს რომ მომზადებულიყო ომისთვის. სტალინმა დაუშვა არტელები და საბჭოთა კავშირის ეკონომიკის 70-80% იყო არტელები. იმ არტელებში მზადდებოდა სამხედრო აღჭურვილობას და ტექნიკას და ყველაფერის და შესაბამისად ამ არტელებს ახლა რომ სვენელმა როგორ დაუგოს, ესე იგი საბჭოთა კავშირი თავისი იდეოლოგიიდან გადახვევით კერძო ბიზნესის გაკეთების საშუალებას იძლეოდა. ამ არტელებმა შემდგომ, როდესაც უკვე გაიმარჯვა და ტრაფეი წამოიღო სტალინმა და აქრო სიტუაცია, შექმნა ამ არტელების ბაზაზე ადგილობრივი მრეწველობის სამინისტრო, ეს არტელები, კერძო არტელები წილის სახით გაერთიანა სამინისტროში, უკვე დაუქვემდებარა სტრუქტურას და შესაბამისად გახდა კორუფციის ბუდე და ასე შემდეგ. გაზავდა დიდ სახელმწიფო დიქტატურაში. გავიდა პერიოდი შემდეგ
ხრუშოვთან მიმართ ახლა მე დეტალურად ამას რატომ ვამბობ ყველა კრიზისის დროს ხრუშოვი იმისთვის რომ ხალხის დობა მოეპოვებინა სტალინის შემდგომ ეგრეთ წოდებული ოციბელი დაცმობა და ძელი მსოფლიო გადარია რომ პოლიტბატონები გამოუშვა მართალია მე უმეტეს დაიჭირა მაგრამ დასაწყისში ხო გამოვიშვა რა ქვია იქ რაღაც ეკონომიკური რაღაც პროექტები დაიწყო მართვის სტრუქტურების შეცვლაზე და ასე შემდეგ სამეურნეო კავშირებად და ასე შემდეგ და ინტენსივ რაღაცები შექმნა და ასე შემდეგ ну შემდეგ როგორც დამთავრდა ეს ყველა ვიცით ეს ხალხი უმეტესი მათგანი დაიჭირეს სანახევროდ გახსნილი ეკლესიები ხელახლა დახურეს აი შემდეგ კიდევ ეს ხელი გაუჭირდა საბჭოთა კავშირი და გამოჩვენა დაიწყო პერესტროიკა და დღეს უკვე შეგვიძლია დანამდვილებით თქვა როგორ განვითარდა ეს პერესტროიკა როგორ წამოეგო ისევ დასავლეთი ელცინის ვითომ რეფორმებზე და შედეგი როგორ დამთავრდა დღეს როგორც კი ასე ვთქვათ ზურგი ნახა დღეს გამდგომარეობა პუტინთან მიმართებაში ანუ ამის ახლა პუტინის შედეგი არ ვიცოდით მაშინ დანარჩენი ხო ვიცოდით ამის ნათელი გამოხატულებაა ის რომ თუკი რუსეთს გაუჭირდება ის მზად არის საკუთარი ხედვის წინააღმდეგ გავიდეს პრაგმატული შედეგის მისაღწევად და თუკი ჩვენ ამ თამაში ჩავყვებით როგორც კი ის დურს გაიმაგრებს როგორც კი ის დასავლეთიდან მიიღებს დაფინანსებას როგორც კი ტექნოლოგიებს მისცემს დასავლეთი კაი ქცევის გამო და როგორც კი ინვესტიციები წამოვა ავტომატურად კვლავ ხელს მოუჭერს და აი ეს ჩვენი პოლიტიკური თამაში დამთავრდება ისე როგორც დამთავრდა 21 წელს და ამის გამო ბუნებრივია რომ ჩვენი მოქმედებები უნდა იყოს შესაბამისი სანამდე უჭირს რუსეთს მანამდე მაქსიმალურად მივიღოს მისაღები რომ შემდგომ შევძლოთ ჩვენ კიდევ უფრო მეტად ჩვენი სახელმწიფო ჩვენებლობას შეუწყოთ ხელი. აი ამ პრინციპი იყო ეს ერთი და მეორე ხო ვიცით რომ ეს უბედურება მოხდება. რატომ უნდა დაგვბრალდეს ეროვნულ მოძრაობას? რატო ავიკიდოთ ის რაც არ არის ჩვენი ბრალი? ხო იცი რომ ამას შემოგვატენია ხელში. მიუხედავად ამისა ჩვენი პოზიციისა ეს ყველაფერი ძალიან კარგად გათვალეს. რუსებმაც რომ მათთვის ჯობია და ჩაშალის თვითონ არჩევნები მოტივი რა აქვს რა აი არაფორმულები ჩაინიშნა ეს უკვე ჩაინიშნა რა ქვია 28 ოქტომბერს შემდგომ და თქვენი არჩევნები კონგრესის და ჩვენ მანამდე სანამ ჩაინიშნებოდა უმაღლესი საბჭოს არჩევნები მანამდე ჩვენ ამ კონფერენციის საფუძველზე შეიქმნა ეროვნული ფორუმი, ამ ეროვნულ ფორუმზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ 30 სექტემბერს ვატარებთ კონგრესის არჩევნებს. რომ ჩვენ უკვე მივედით ეროვნულ მოძრაობას. ისე პარალელურად ერთა იგივე. არა, ჯერის არ არის დანიშნული. ეს რა ქვია, და არც გვაინტერესებს ჩვენ ის თემა. ჩვენ გვაინტერესებს, რომ რადგანაც ეროვნული მოძრაობა იმ სიმაღლემდე მივიდა, რომ ჩვენ უკვე დროა დავიწყოთ ინსტიტუციური მშენებლობა და მოდი ეროვნულ მოძრაობაში, სადაც ყველას ჩვენი თავი, ასე ვთქვათ, გონია ყველაზე წარმატებულად, მივანდოთ ამის არჩევა ერს და ერთიანი არჩევითი ორგანო გავაკეთოთ და ერმა გადაწყვიტოს. ლეგიტიმირებული იყოს ეს. იყოს ლეგიტიმური ჩვენ ხალხის სახელით საუბრის დროს მოიპოვოთ ლეგიტიმაცია, შექმნათ ის ორგანო, სადაც გავიზრდებით პარლამენტის წინასახე. რომლის საშუალებითაც ჩვენ დაუკავშირდებით საერთაშორისო ორგანიზაციებს, საერთაშორისო სუბიექტებს, სადაც კავშირებს განმახორციელებთ, რაღაც აქტივობებს განმახორციელებთ და მოდი ჩვენ ეს გავაკეთოთ. ეს იქნა მოწონებული არჩევნები ჩატარდა. არჩევნების ჩატარებამდე სადღაც აპრილის ბოლოს მაისში, ეს რომელი წელია? ეს 90 წელია. 90 წელია ერთ-ერთი რაღაც საბაბის გამო პიროვნებას შორის კერძო რაღაც ურთიერთობის გამო რომელიც შემდეგ რაღაცა იქ ჩემთვის გაურკვეველ სხოლაში გადაიზარდა გამსაკუთრებით დატოვა
ეროვნული ფორუმი და უარი თქვა ამ არჩევნებში მონაწილეობაზე. ეს ისაა გავრცელებული სასამართლო არა, ეს 99 წელს არის, სხვა არის. ეს არის 90 წელი. არის მაგის კადრები ღია სივრცეში? ღია სივრცეში ეს იქნება, იმიტომ რომ ის სროლა რუსთაველზე მოხდა ყველაზე სანახად, მართალია. კინოსახლის არა, იმელისწი. მართალია რა დაჭირდა, მაგრამ სროლა კი იყო რა ქვია ჰაერში. ეს თემა და საბაბი ის არის რომ აქ შეერაგებული ხალხია და გამსახურდია გავდივარ ფორუმიდან და რამოდენიმე ხანში სწორედ დაარსა მრგვალი მაგიდა და გამოაცხადა მონაწილეობა საბჭოთა არჩევნებში. რა ქვია, აქ იყო მთავარი თემა მრავალპარტიულობის თემა. ეს მრავალპარტიულობა ძალიან საინტერესო მომენტია, იმიტომ რომ ეს იყენებენ იმას, რომ მრავალპარტიული იყო არჩევნები, არაფერი მრავალპარტიული არ იყო არჩევნები, სამწუხაროდ მრავალპარტიულობა არ ყოფილა. როგორც მარტის არჩევნები, იქაც საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შეეძლოთ წარადგინათ აგენტი კანდიდატ რეგისტრირებულ საერთაშორისო საზოგადოებრივ ორგანიზაციებს. რეგისტრაციას აკეთებდა მინისტრთა საბჭო. ახლა აქ იგივე სიტუაცია არის, ოღონდ რეგისტრაციას აკეთებს CSKO. უმაღლესი საბჭოს გუმბარიძის მიერ დანიშნული CSKO. და მხოლოდ ის პარტიები ითვლება რეგისტრირებულად, რომელიც არჩევნებში ნებულობს მონაწილეობას. ახლა დღეს ახლა მაშინ ასე ვთქვათ სამართლებრივი ცოდნის დონე იყო და დიდი და არ ყვიეს შენ რეგისტრირებული რომელია და როგორ არის და რანაირად არის. თავის თავად ეს იყო მიმართული იქითკენ, რომ მოხსარიყო 78 წლის კონსტიტუციის ლეგიტიმაცია. ანუ იმ გეგმის შემადგენელი ნაწილი, რომელიც სწორედ გარბაჩოვთან იყო, გარბაჩოვის მონაწილეში იყო. რომელიც უნდა მოხსარიყო და ქართველების გულწრფელი სურვილი იოლის გზით სიარულისა აგერ 30 წელიწადია რომ მიჯერდება. და თქვენ იფუნქციონირა კონგრესმა? კონგრესმა იფუნქციონირა, ბუნებრივია მას ახლა ისეთი ლეგიტიმაცია აღარ ჰქონდა, იმიტომ რომ თვითონ გაიყო, ეროვნული მოძრაობა გაიყო. ეროვნული მოძრაობა გაიყო თვითონ ამ შემთხვევაში და ბუნებრივია ეს ყველაფერი უკვე იმ თონის ლეგიტიმაცია არ ჰქონდა ეს ერთი მომენტი და მეორე მომენტი პროცესები რომელიც განვითარდა ემოციური პროცესები დაპირისპირებისკენ წავიდა უკვე ესკალაცია სხვა საერთოდ ის მიიღო მაგალითად შევარდნა უშიშროების შენობაში aga აქცენ პოლიტიკურ თემებზე დისკუსია უფრო საინტერესოა ქუჩაში გამოსული ხალხის რომ უშიშროებაში შევარდა და იქ რაღაც მასალები რო გაიტანეს იქიდან. ბუნებრივია ეს არის. იქ რაღაცა აფხაზეთში რაღაც თემა არის, ის არის თუ ასე თემაზე საბჭოთა და არასაბჭოთა არჩევნების თემა. მით უმეტეს რომ საქართველოს ტელევიზია და საქართველოს ხელისუფლება მთლიანად და მათ სამი ლოიალური ინტელიგენცია მაქსიმალურად ამ პროცესს ანგაჟირებას უკეთებს და ამ დროს ჯერ გუმბარიძე არის თუ გუმბარიძე არის გუმბარიძე აკეთებს ამას ყველაფერს აი კანონის მიღების ფორმა იმდენად ემოციური რამოდენიმე კვირიანი პროცესი და დღეს შეიძლება ნახოთ რა ქვია ვარიანტებს შორის თუ არამე გასხოვება რაზეც დავობდნენ ერთმანეთში ანუ ეს პროცესი მთლიანობაში თავიდან ბოლომდე მიმაჩნია რომ იყო მართვადი და გულწრფელად იყო გამოყენებული ქართველები ამ გეგმაში, იმიტომ რომ გამსახურდია სხვანაირად ფიქრობდა. გამსახურდია ფიქრობდა, რომ ჩემი მომხრე ნახევარი აღებულობს არჩევნებში მონაწილეობას. კომუნისტები 400,000 კომუნისტია ქვეყანაში და 600,000 კავშირები თავისას დაიღებენ. მე რამჩემ. შესაბამისად თვლიდა 15 მაქსიმუმ 15%. და ფიქრობდა რომ 15% ვიქნები პარლამენტში, ვიქნები ოპოზიცია, ეროვნული მოძრაობის ოპოზიცია
ბუნებრივია მე ავიღებ რა ქვია ლიდერობას ოპოზიციურ ფლანგზე ეს ხალხი შემდეგ მე შემომიერთებიან და ასე ნელ-ნელა მოვახსენთ რეფორმირება და მიიღო შედეგად 53%. რამას თვითონ ჩააგდო შოქში. იმიტომ რომ ის გათვლა, ესე რომ გითხრათ სიმართლე ამას ჩვენც ვერ წარმოვიდგენდით რა. ჩვენც ვერ წარმოვიდგენდით და ჩვენ ვფიქრობდით რომ ალბათ როგორცაა რა. თუ სიაც შეადგინა ახლა მისი მომხრეების ამაში კითხებ მას რა. ამაზე იყო გათვლა და იქით აღარ საინტერესოა იყო და ვინ არა. მაგრამ უცებ აღნიშნა და კომიკური სიტუაცია შეიქმნა იმიტომ რომ ფაქტობრივად ყველა დარჩა გარეთ სხვა და შემდეგ იძულებული გახდნენ მეორე ტური ჩაეტარებინან რომ ნათაძე მაინც შეეყვანათ პარლამენტში მაჟორიტარული წესით და რა ქვია გასული მრგვალი მაგიზის გასული წევრის ნაცვლად მაინც გასულია სიითო და დამატებითი არჩევნები და ნუ ნათაძე იმიტომ რომ მრავალფეროვნება ჭირდებოდათ რა. ძირითადად გავიდა კომუნისტები და ესენი და რამოდენიმე ესე ვთქვათ. აი ეს იყო სწორედ ის მომენტი რომ სულად მოუმზადებელი აღმოჩნდა ამ პროცესებისთვის ჩვენი პოლიტიკური კლასი. აქ ყველამ დაუშვა შეცდომა იმიტომ რომ მთლიანად სპექტრი აღმოჩნდა დანაწევრებული ისეთი დიდი მარტივად გასათამაშებელი დიდი მოვლენის წინაშე როგორც იყო საბჭოთა კავშირის კრახი. არ იყო ამისთვის და იმდენი აი დისიდენტური წრეები არა რამდენიც აი შემდეგ მოსული ადამიანები ახლა მოდი როგორი რაღაცა დღეს მაგალითად ძალიან ბევრი ამბობს რომ აი ევრომოძრაობაში რომელიც მითაკითხე ახსოვთ რა ქვია საბჭოთა კავშირში რო იყო პარტიის წევრი რომლიდან ხარ 17-დან თუ 17-მდე ხო ჩვენთან ახლა დღევანდელ პოლიტიკურ ელიტაში ბევრია 9 აპრილის შემდეგ რომელიც კომუნისტურ პარტიაში შევიდა ან შედიოდნენ მაგრამ თქვენ რასაც და ისიც დაგიწევ ევრომოძრაობიდან კი ბატონო ჩვენ ახლა ეს ძალიან 9 აპრილის შემდეგ ეს პროცესები გახდა მე მგონი ძალიან მასობრივი კეთილ შემდეგ როდესაც წარმოიშვა ეს გაერთიანებების ზოგი მთავრობასთან ზოგი პოლიტიკაში შესვლა გახდა ძალიან ადვილი აი როგორც ახლა ბიზნესის დაწყება არის ძალიან ადვილი ესეთი გაიხსნა ეს გზა და ადამიანები ძალიან ისეთი ენთუზიაზმით დაინახეს რომ შეუძლება მისი რეალიზება მაჟორიტატად წასვლა თითო სოფელში ყველა დოცენტი პროფესორი სტუდენტი ამიტომ ეს აბსოლუტურად ისეთი დიდი მასა რომელზეც თქვენ ჩვენ რაც ვთქვით ამდენ ხანია ვსაუბრობთ ხომ ეს არის 4 გადაცემას ვაკეთებთ ჩვენ რო ვამბობთ ეროვნულ მოძრაობაში ერთეულებზე ვსაუბრობთ ასეულებზე ადამიანი რომელსაც პრეტენზია თამაში და როგორი თემაა იცით რომ იქ გამიჯნა იმისა ვინ გულწრფელი ვინ აგენტი ვინ ნაძირალა ვინ შეგნებულად შემოგდებული ვინ გულწრფელი ეს არ ხდება ხო და თუ ჩვენ ვამბობთ ამას რომ ეს არის საბჭოთა კავშირის ფარგლებში და საბჭოთა კავშირის ფარგლებში ისინი მონაწილეობენ პოლიტიკურ პროცესში უკვე თulis რომ ის არის ეროვნული მოძრაობის ნაწილი მაგრამ ეხლა არის და სხვადასხვა არც ხდება სწორედ ამის გამო ძალიან საინტერესოა ეროვნული მოძრაობის პერიოდიზაციის თემები კი ბატონო აი პერესტროიკამდე სხვა არის აი 99 წლამდე სხვა არის და მე უკვე სხვა არის კი ბატონო აი ეს არის ის რაც ამოცანა ისტორიკოსების კვლევარების და დაინტერესებული ადამიანების ყურადღება არის მისაქცევი Что-то делал до Октябрьской революции. Акეთებდი, როდის აკეთებდი? მარტამდე აკეთებდი, აპრილის შემდეგ. კომუნისტური პარტია და როდის გამოხვედი? აი ეს არის, აი იგივე დღევანდელ დღეს აიღე. დღეს მაგალითად ყველაზე მეძად ის ხალხი ყვირის ტელევიზორში, რომელიც 2012-ში ოცნების მანტიით შევიდა, ხო პარლამენტში. ასეთი პასუხისმგებლობა. იგივე მიშას წინააღმდეგ რო გამოდიოდა, ვინ გამოდიოდა? ის ხალხი რომელიც მიშამ შეიყვანა. ანუ
ესე იგი დღეს ისე ურცხვად გამოაცხადებენ გასმოძრაობა დამნაშაულებრივი ორგანიზაციაო თვითონ არ იყვნენ მისი წევრი. აქაც არის ეს თემა ძალიან მნიშვნელოვანია, ძალიან საყურადღებოა, იმიტომ ხელს უშლის ადამიანები, რომელიც არის ჩვეულებრივ ან კრიტიკოსი, ან სტაბილურად უდგება პოზიციას. შემდეგ ის კაცი არის პარლამენტის თავმჯდომარეა, მოადგილეა, პარტიის წევრია და უცებ ჩაგიქროლებს და ისეთი სიტყვებით აგინებს, რომ საზოგადოების ყურს შენ ამას ვერ იკადრებ და ამიტომ შენი ადგილი კი არ რჩება რეალური ოპოზიცია ვინც არის განწყობით, იდეურად, მისი ადგილი არ რჩება მას წინ იმდენი ფენა აქვს და იმდენი გადაუხტება წინ თავისი კრიტიკით გაუსწრებს, რომ საზოგადოებრივ აღქმაში ის გამოდის მით უმეტეს მაშინ როცა იდეური ოპოზიცია არ არის ოპოზიცია არის თავისი გამოხატვის ფორმით. ჩვენ გავჩერდით ამ თემაზე, როდესაც გვალი მაგიდა თავისუფალი საქართველო გახდა საბჭოთა კავშირის გარემოცვაში საპარლამენტო უმრავლესობა და მის მოღვაწეობაზე და საერთოდ სხვა საკითხებთან დაკავშირებით შემდეგში გავაგრძელოთ. დიდი მადლობა ჩვენი სტუმარი იყო მამუკა. აი ხართ.